გორის საკრებულოში ქართული ოცნების წევრები ფიქრობენ, რომ წელს გორის მერიას დაახლოებით 3 მილიონი ლარი დარჩება გაუხარჯავი. ამის შესახებ საუბარია იმ წერილში, რომელიც საკრებულომ გორის მერიას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაუგზავნა. მერის წარდგენილ ვერსიაში კი აღნიშნულია, რომ 2026 წლის ბიუჯეტში წინა წლისგან ნაშთის სახით არც ერთი თეთრი არ გადავა. ბიუჯეტის ნაშთთან დაკავშირებით თრიალეთმა კითხვები გორის მერს კონსტანტინე ბუზალაძეს დაუსვა. ხილვა არ იყო ის განხილვა. ისე მაკითხები, აგვეძლება საშუალება რომ დაგისვათ კითხვები სამწუხაროდ. ჯერ დავასრულე ბოლომდე მაღაზია მუშაობას და მე ერთიანად წლის ბიუჯეტი 2025 წლის ბიუჯეტი დავასრულეთ მაღაზია სამუშაოებს და აი ამაზე გვიდა. დავასრულეთ მაღაზია მუშაობას და მე ერთიანად გაგცემთ პასუხს. დავასრულებთ მთლიანად მუშაობას და მე ერთიანად გაგცემთ პასუხს. ჯერჯერობით მე არაფერი არ დამიდასტურებია. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ნაშთთან დაკავშირებით ვრცლად განმარტება მოგვიანებით საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დალით ლაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, 2026 წელი ნაშთის მიმართვით დაიგეგმა. ბიუჯეტის ხარჯით ნაწილში შესრულდეს თითქმის არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ 100%-იანი საკასო შესრულება, ან კიდე ვალდებულების ნაწილში ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება ეს ცოტა წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე მაქსიმუმ უყურეთ, აქ არის პროგნოზი კეთდება ყოველთვის, როცა ბიუჯეტი იგეგმება, პროგნოზი კეთდება როგორც საშემოსავლო ნაწილისა, ასევე ხარჯითი ნაწილზეც. აქ ხდება პროცესები, მაგალითად ტენდერიდან გამოთავისუფლებული თანხები, რომლის მიმართვაც დროულად, აი მაგალითად თუ ეხლა 200.000 დააკლდა ერთ-ერთ პროექტს, რომელიც დამთავრდა სულ რამდენიმე დღის წინ, 200.000 გამოთავისუფლდა. აქ ეს 200.000 ვეღარ მიიმართება უბრალოდ სხვა ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმიტომ რომ წლის დასასრულია და თქვათ, აღარ არის სატენდერო წინადადება უკვე აქედან გამომდინარე, აი ამას ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში და ასეთი მაგალითები გვაქვს, როცა უკვე ნოემბერში ვთქვათ, გვაქვს ეკონომია რაღაცა სხვადასხვა ღონისძიებებიდან, ასევე გვაქვს შემოსავლების გადამეტება. რაღაცა პროცენტი ახლა 100 მილიონში, ზოგი ხარჯითი ეკონომია და ზოგითი საშემოსავლოს გადაჭარბება, ბუნებრივია, ამ ორივეს ჯამმა შეიძლება შეადგინოს სწორედ 3 მილიონი, რომელიც მომავალ წელში ახალ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება. ისე რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, საბიუჯეტო პროცესი, სადაც ხდება ნაშთის მიმართვა. დაიგეგმა უკვე 2026 წელი ნაშთის მიმართვით. საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებითვე აღნიშნული ნაშთი ადგილობრივი ბიუჯეტის არის, ხოლო ცენტრალური ხელისუფლებიდან გამოყოფილი თანხების სრულად ათვისება მოხდა.